მაყურებელი მედია ხედავს ჩვენს უკან კაპიტოლიუმს, ეს არის ყველაზე ახლო რაც შეგვიძლია რომ მივიდეთ კაპიტოლიუმთან, ამერიკის დემოკრატიის სიმბოლოსთან, იქ სადაც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ფიცდებენ უამინდობის და უჩვეულო სიცივის გამო სამწუხაროდ სცენა, რომელიც კაპიტოლიუმის წინ არის მოწყობილი, ვერ გამოიყენეს წელს და მაყურებელმა ალბათ ნახა, რომ ჩატარდა საზეიმო ცერემონია კაპიტოლიუმის შიგნით. ეს არის ყველაზე ცივი საინაუგურაციო დღე, მას შემდეგ რაც რონალდ რეიგანმა დადო საზეიმო ფიცი, ასე რომ ორგანიზატორებს მოუხდათ აი ამ წესების შეცვლა. რაც შეეხება იმას, რა მოხდება ახლა, დონალდ ტრამპმა თავის საინაუგურაციო საზეიმო სიტყვაში თქვა, რომ ის რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს. ეს არის დიდხნიანი საინაუგურაციო ტრადიცია, რომელსაც ყველა პრეზიდენტი მისდევს და ფიცის დადების და ამ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისინი როგორც წესი ხელს აწერენ ხოლმე ბრძანებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 200 ბრძანებას მოაწერს ხელს, რაც საკმაოდ მასშტაბური ესეთი მაჩვენებელია. ამდენ ბრძანებას არ აწერენ ხოლმე როგორც წესი ხელს, თუმცა მან გუშინაც თავის ამომრჩევლებთან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ის პირველივე დღეს მოაწერს ხელს ყველა მნიშვნელოვან ბრძანებას, მათ შორის ეს იქნება იმიგრაცია, საზღვრის დაცვა და ასე შემდეგ. კი, ამას გაუსვა სწორედ მან სიტყვაშიც ხაზი და უკვე თქვა ის აქცენტები და პრინციპში დაანონსა სწორედ აი ეს კანონპროექტები, რომლებსაც ხელს აწერს და ეს იყო ძირითადი თემები. გამოხმაურებები ხომ არ ყოფილა უკვე აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი აქცენტები ჰქონდა დონალდ ტრამპს. პრინციპში ამაზე ყველაფერზე ის საუბრობდა საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც. ხო, პრინციპში სიტყვით გამოსვლისას მას ახალი არაფერი უთქვამს, იმიტომ რომ ეს იყო მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები და ალბათ უსაფრთხო იქნება ვთქვათ, რომ ეს არის ის თემები, რამაც მან გამარჯვებამდე მიიყვანა და რის გამოც ახლა ოვალურ ოფისში ის, ასე რომ ეს არ ყოფილა სიახლე. გამოხმაურების რაც შეეხება ამ ეტაპზე ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს საინაუგურაციო საზეიმო ღონისძიებები, ასე რომ ერთი შემიძლია გითხრათ ის, რომ ხალხი ქუჩაშია, ზეიმობს მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარით, რომ ძალიან ცივა დღეს ვაშინგტონში და არის საშინელი უამინდობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხი არის ჩამოსული იმისთვის, რომ დაესწრონ აი ამ ღონისძიებას. ცოტა ხანში პრეზიდენტი ტრამპი წავა Capitol One არენაზე, რომელიც არის ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოედანი, სადაც ის შეხვდება დარბაზი, უბრალოდ სადაც ის შეხვდება ამომრჩევლებს, გუშინ საღამოსაც ის სწორედ იქ იყო, ეს იყო სხვათა შორის საკმაოდ უჩვეულო რამ, როგორც წესი წინასაარჩევნო ღონისძიებები უკვე დასრულებულია ხოლმე ინაუგურაციის წინა დღეს, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა, რომ აი თავისი ბოლო გამოსამშვიდობებელი საარჩევნო მარშებთან გამოსამშვიდობებელი და ეგრეთ წოდებული გამარჯვების მარში ჩაეტარებინა და გუშინ ესე სიტყვით მიმართა. საინტერესო ალბათ ისიც, რომ გუშინ მან სიტყვა არ მისცა სცენაზე, უბრალოდ არ ასულა ჯეი დი ვენსი, ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა სცენაზე ავიდა ილონ მასკი, რომელიც სიტყვით გამოვიდა და დღესაც მასკი, ისევე როგორც ჯეფ ბეზოსი და სხვა ტექ სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ ბაიდენის ინაუგურაციას. ინაუგურაცია კიდევ ერთხელ გამომეორდები და ვიტყვი, რომ რადგან უამინდობის გამო შიგნით გადავიდა, ამიტომ ყველა ვერ დაესწრებოდა და სულ 600 ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყო, როგორც თქვენ თქვით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კი, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის და რა თქმა უნდა ძალიან იმედის მომცემია, რომ მომავალში ცვლილებებთან ერთად, რასაც ველოდებით ქვეყანაში, ამერიკასა და საქართველოს შორის კვლავ სტრატეგიული ურთიერთობები და პარტნიორობა აღდგება.